მამუკა მდიდნარაძე ამერიკაში იმყოფებოდა შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის სანქციების დაწესებისა და მტრული რიტორიკის ფონზე საინტერესო არაზე ისაუბრა სუსის უფროსმა ვაშინგტონში. პირველი ქვეყანა, ვისაც მდიდნარაძე თანამდებობაზე დანიშნვიდან მალევე დაესხა, ეს ამერიკა იყო. ერთ-ერთი საელჩო აფინანსებს რადიკალიზმს ხელისუფლების წინააღმდეგ, თქვა მან პროპაგანდისტულ არხთან ერთ-ერთ ინტერვიუში. ნატალი ჯახუტაშვილი განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ნატალი, გისმენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამდვილად იმყოფებოდა მამუკა მდიდნარაძე, თუმცა ჩვენთვის დეტალები უცნობია. განცხადება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სუსმა, არის ძალიან მოკლე და ლაკონური. ამ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ მამუკა მდიდნარაძე ვაშინგტონში იმყოფებოდა 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით კოლეგების მიწვევით და რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს, თუმცა არ ვიცით კონკრეტულად ვის შეხვდა სუსის უფროსი, რაზე მსჯელობდნენ და ხრულკარს მიღმა. სხვათა შორის არც რაიმე ფოტო გავრცელებულა ამ შეხვედრის ამსახველი და საინტერესოა ისიც, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საიდუმლო ვოიაჟი ჰქონდა მამუკა მდიდნარაძეს ვაშინგტონში, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამაზე საუბრობდა გახარიას პარტია, თუმცა მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო. დღეს კი თავად გაავრცელა სამსახურმა ცნობები იმის შესახებ, რომ ვიზიტი ნამდვილად ჰქონდა მამუკა მდიდნარაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საინტერესოა ისიც, რომ მამუკა მდიდნარაძე გამორჩეულია ქართულ ოცნებაში, ვინც მუდმივად აკრიტიკებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს და მამუკა მდიდნარაძის ანტიდასავლური რიტორიკა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ის დანიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. უკვე ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მამუკა მდიდნარაძემ ღიად შეუტია მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს და მაშინ ის ადანაშაულებდა ოფიციალურ ვაშინგტონს იმაში, რომ თითქოს USAID-ის გავლით საქართველოში რევოლუციებს აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატები. ამის გამო საქართველოს ელჩი ტალიაშვილიც კი დაიბარეს სახელმწიფო დეპარტამენტში. გვახსოვს ყველას და სენატორებმაც გაავრცელეს ამასთან დაკავშირებით ძალიან მწვავე განცხადება, სადაც ისინი მამუკა მდიდნარაძისგან ითხოვდნენ ბოდიშის მოხდას. ამიტომ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ურთიერთობები არც ერთ შემთხვევაში არ გადაიტვირთება ამერიკასა და საქართველოს შორის იქამდე, ვიდრე მართვისადავეებთან არის ქართული ოცნება და ასევე ოპოზიციური პარტიები აცხადებენ იმასაც, რომ ლეგიტიმაციად სურს ახლა გასაღება ქართულ ოცნებას ამ შეხვედრის და მსგავსი ტიპის შეხვედრების, თუმცა ასეთი ტიპის აუდიენციები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღიარებენ ქართულ ოცნებას, ვინაიდან მათ ძალიან მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ თუ უნდა ქართულ ოცნებას ურთიერთობების გადატვირთვა, მაშინ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ივანიშვილის რეჟიმა და პირველ რიგში შეწყვიტოს რეპრესიები ოპონენტებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში მოცემული არის რა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და რა იყო შინაარსი, ასე რომ მეც ვერაფერს. ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენ რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფრთხოების თვალსაზრისით. რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას საჯაროდ ვაცნობეთ, რომ ივანიშვილის მიერ სუსხანტვანელი წარგზავნილი იყო შეერთებულ შტატებში შიკრიკად, რაც მყისიერად უარყო მაშინ სუსის წარმომადგენლობამ. ფაქტიურად დღეს მათ მოუწიათ თავიანთი ინფორმაციის უარყოფა და ადასტურეს, რომ მამუკა მდიდნარაძე იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, კეთილი იქნებოდა და საზოგადოებას აუხსნა თუ რა მიზნებისთვის და ვისთან ჰქონდა შეხვედრების სუსხანტვანელს.
საეჭო ვიზიტი ამ შემთხვევაში წინასწარ ამ ინფორმაციის არ გახმოვანება, შემდეგ როდესაც თარიღთან დაკავშირებით გახმოვანდა, რომ ის ამერიკაში იყო, ეხლა უკვე ამ თარიღების შეცვლა და ზოგადი სათაური, რომ უსაფრთხოების თემებზე იყო ჩასული, აჩვენებს იმას, რომ არანაირი რესურსი მათ სტრატეგიული პარტნიორობის თუნდაც სუბთაფურციდან განახლების განაცხადზე არ გააჩნიათ, მით უფრო თუ ამას დავამატებთ ლაშა დარსალიას საიდუმლო ვიზიტს, რომელიც შეერთებულ შტატებმა გაასაჯაროვა. რამდენიც არ უნდა ეცადოს ოცნების პოლიტიკა ამ თუ სხვა ტიპის შეხვედრების ლეგიტიმაციის მიღებად გასაღება, რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტ პავენსმა და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ კაფეოდ უპასუხებს მსგავსი ტიპის პროპაგანდას, როდესაც განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა არის შემდეგი, ისინი შეხვდებიან და დაელაპარაკებიან ყველას, თუმცა ეს არ იქნება ვინმესთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო იქცა ერთადერთ სახელმწიფოდ, რეგიონში, რომელიც არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ მეტი ინფორმაცია ამ ვოიაჟის შესახებ. წესი და რიგით მამუკა მდინარაძე უკვე საქართველოშია, ვინაიდან სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სამუშაო ვიზიტი დასრულდა 10 თებერვალს და აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე იმყოფებოდა ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და მასაც ჰქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში და სხვათა შორის ამ შეხვედრის შესახებ პირველად ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა და მხოლოდ ამის შემდეგ ქართულმა მხარემაც დაადასტურა, რომ ლაშა დარსალია ნამდვილად იმყოფებოდა ვაშინგტონში.